საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე გლ და შგ დაათავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ქალაქ თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოს და გლ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე დაეხმარებოდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში, რის სანაცვლოდაც ჯამში მოითხოვეს 70,000 აშშ დოლარი. 2025 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვეს 10,000 აშშ დოლარი, რომლის გადაცემისთანავე მოხდა მათი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19-180 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. მადლობა.